მოგესალმებით მეგობრებო და დღეს მინდა კიდევ ერთხელ უპასუხო აი რაღაცა რიტორიკულ თუ რა ირონიულ შეკითხვას, რომ ეს მოგწონს ძმაო, არ გინდა შენი შვილებისთვის უკეთესი მომავალი არ გინდა? ეს გინდა რომ იყოს? ეს გემეტება შენი შვილებისთვის? რა თქმა უნდა, მინდა ჩემი შვილებისთვის უკეთესი მომავალი. ჩემი შვილები ამ ქვეყანაში იზრდებიან და ჩემი შვილები იცხოვრებენ ამ ქვეყანაში. შესაბამისად, გიჟი უნდა ვიყო, რომ უკეთესი მომავალი არ მინდოდეს ჩემი შვილებისთვის. რა თქმა უნდა, მინდა უკეთესი მომავალი, მაგრამ რომ ვერ ვხედავ უკეთეს, ეგ არის პრობლემა. ქართული ოცნების საპირწონედ რა გვაქვს? ოპოზიცია, რომელიც, არ ვიცი, თავიდან ბოლომდე არის ნაგავი. ერთადერთი ნორმალური ძალა ოპოზიციაში ეს არის, ჩემი აზრით, გირჩი 36 იაგო ხვიჩია და მეგრელიშვილის პარტია, რომლებიც შემჩნეული არ არიან ტყუილში და რასაც ფიქრობენ და როგორც ხედავენ, იმას პირდაპირ გელაპარაკებიან და გადასული არ არიან იმაზე, რომ მოგატყუონ და რაღაცა გადაგაგდონ და რამე. აი, სუფთა ტიპები არიან. მოგუწონს იმათი შეხედულებები თუ არ მოგუწონს, ერთადერთი ნორმალური სუფთა ძალა, ჩემი აზრით, არის დღეს ოპოზიციაში გირჩი 36. მაგრამ დღეს ეგ ძალა ხელისუფლებაში ჩემთვის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ვფიქრობ არ არიან ჯერჯერობით ეს ადამიანები მზად, რომ ქვეყანა მართონ. დანარჩენი ვინ არიან? ხაზარაძეა ივანიშვილზე უკეთესი ვერ არის. ხო, ვერანაირი გაგებით. რა ვიცი, გვარამია ვიცით რაც არის, ხო? აგერ ხელისუფლებაში იყვნენ და კარგად ვიცით რაც არიან. ხოშტარიები, გირჩი ჯაფარები, აი ეს ნაგავი რო აღარ ჩამოვყვე. ხო, ძალიან კარგად ვხედავთ ვინც არიან და რაც არიან. ეხლა ვიღაცები იძახდნენ ხოლმე, რომ წარსულში გვაბრუნებს ქართული ოცნებაო. ჩემთვის წარსულში დაბრუნება არის აი ამ ნაბოზრების ისევ ხელისუფლებაში მობრუნება. ჩემთვის წარსულში დაბრუნება მაგალითად, რომ აი ეს კოლექტიური ნაცემი მოვიდნენ ხელისუფლებაში. თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ ოპოზიცია კოალიციური თავრობით მოვა ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, ძალიან მიამიტობა მგონია და სისულელია და წარმოუდგენელია. არ არსებობს. ესენი ვერანაირ კოალიციას ვერ გააკეთებენ. ოპოზიციაში ვერ ძლებენ, რაღაცა ის სამი თვე ვერ გაძლეს ერთად და გამუდმებით ერთმანეთს ჭამენ. შანსი არ არის, რომ ამათ რაღაცა კოალიციური მთავრობა გააკეთონ და ისე მართონ ეს ქვეყანა. დიდი შეიძლება 2 თვე გაქაჩონ და ჩამოიშლებიან და მერე დაიწყებენ ისევ ერთმანეთის ჭამას და ბოლოს ისევ დარჩებიან ნაცები. აი ამას როგორც 2x2 ისევ ხედავ მე პირადად. ეს ოპოზიცია რო იქაჩება ხელისუფლებაში მოსვლაზე, რაღაცას ხო უნდა გვპირდებოდეს. რომ მე მაგალითად არ მომისმენია და ძალიან ბევრი წელია ოპოზიციის მხრიდან, რომ აი მოვალთ ხელისუფლებაში და ვიზავთ ამას რაღაცა, ხო? გეგმა რო გქონდეთ, რას გააკეთებენ და რაღაცა პროექტები რო გქონდეთ, არა. ამათი გეგმა და ამათი პროექტი და ყველაფერი არის აი ეს. ეხლა განახებთ რაც არის. მთელი საქართველოს მოვიაროთ ყველა ხელი ჩავკიდოთ ივანიშვილის რეჟიმი უნდა გაემხოს. როგორ უნდა დავამხოთ? მთელი საქართველოს მოვიაროთ ყველა ხელი ჩავკიდოთ მთელ საქართველოს უთხრათ 4 ოქტომბერს ისინი თუ ატარებენ ეგრეთ წოდებულ სპექტაკლს მთელი საქართველოს ჩამოვიდეთ დედაქალაქში და დავიკავოთ დედაქალაქი. და საჭირო თუ გახდება კონკრეტული ზონებიც მივიღოთ. სანამ ივანიშვილი არ გაიქცევა, იცი ნუ გეყოცები და ისე ნუ მისვათ ამ კითხვას, რომ ლევა შენ რამე რეცეპტი გააქვს, რეცეპტი მაგ დამხობის. დამხობა როგორ ხდება რა? აი ეს არის ამათი ყველაფერი და აი ეს 13 წელი კიდე უფრო მეტი ეს ადამიანები 24 საათი არიან აი ამ რაღაცა სიგიჟის რეჟიმში გადასულები. უნდა დავამხოთ, უნდა გაიქცნენ ის, უნდა ესე უნდა ვქნათ, ისე უნდა ვქნათ, რაღაცა სისულელე, ხო, რისი დამხობები არიან, კარგად ვხედავთ, ხო?
შესაბამისად მე ოპოზიციას ვერ ვხედავ, რომ რამეთი უკეთესი იყოს ქართული ოცნების ხელისუფლებაზე. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არჩევნები რო იყო, წავედი და რო წარმოვიდგინე, რომ შეიძლება აი ეს გიჟები მოსულიყვნენ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და რო წარმოვიდგინე, რეები შეიძლება დაეტრიალებინათ, რა თქმა უნდა, მივედი და ისევ 51 შემოვხაზი და შემდეგ არჩევნებზეც თუ არ გამოჩნდა რამე ნორმალური ძალა, კიდე წავალ და კიდე 51 შემოვხაზა. რაც შეეხება წარსულში დაბრუნებას, ისევ ამ თემას მინდა მიუბრუნდე რა. წარსულში, როგორც უკვე აღვნიშნე, გვაბრუნებენ აი ეს ხაბეიშვილები, სააკაშვილები, გვარამიები, გირჩი ჯაფარები, ხოშტარიები და აი ეს პრასტიტუტკები ესენი. სწორედ ეგ არის ამ ქვეყნის წარსული, ის წარსული, რომელიც ძალიან მწარედ გვახსოვს და აი ამ მწარე წარსულს უნდა რომ ისევ ხელისუფლება ჩაიგდოს ხელში, მაგრამ აი ჩააფურთხონ რო იტყვია. ხო, ეგ არ მოხდება. რატო არ მოხდება? იმიტომ არ მოხდება, რომ ჩემნაირი ადამიანი ამ ქვეყანაში ფაქტია, რომ უმრავლესობა ვართ, რომელსაც შეიძლება ქართული ოცნება გულზე არ გვეხატებოდეს და მზედამთვარე არ ამოგვდიოდეს, მაგრამ იმას არ დაუშვებთ, რომ უარესი ხელისუფლება მოვიყვანოთ ამ ქვეყანაში. და ქართულ ოცნებას პირველ რიგში ვინც ასულდგმულებს, ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც დგანან რუსთაველზე, აი ამ ხაბეიშვილების და ხაზარაძეების და გირჩი ჯაფარების და გვარამიების გვერდით. აი ამ პრასტიტუტკების გვერდით რო დგანან ქუჩაში, აი ეგ ხალხი დიახ ასულდგმულებს პირველ რიგში ქართული ოცნების ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში გამოჩნდეს სუფთა ძალა, რომლისთვისაც პრიორიტეტი და უპირველეს ყოვლისა იქნება საქართველოს ინტერესები და ჩვენი საზოგადოების ინტერესები და აქედან გამოვლენ და არა ვიღაცა აი ევროპა და ევროპელებს და აი ჩვენი ეს ნაგავი ოპოზიცია ხომ 24 საათი ან ლაპარაკობენ დამხობაზე, როგორ უნდა დაამხონ, ან ლაპარაკობენ იმაზე, რომ აი ჩვენი ევროპელი მეგობრებს ასე უნდა, ჩვენი ევროპელი მეგობრები ესე ხედავენ, ჩვენი ევროპელი მეგობრები ესე გვავალებენ, თქვენი დედაც მოვტყარ და იმ თქვენი ევროპელი მეგობრებისაც, ვინც თქვენ აი რაღაცეებს გავალებთ და იმ ევროპელების დედა მოვტყან სააკაშვილს, რომ დემოკრატიის შუქურად აღიქვავენ. სწორედ ამიტომ არის, რომ ვერა და ვერ ეღირსეთ იმას, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მოbrunებულიყავით და ვერც ეღირსებით ვერ ასოდეს. ასე რომ ჩემი სურვილია, რომ გამოჩნდეს ისეთი ოპოზიცია, რომელიც იმის ლაპარაკს კი არ დაიწყებს, რომ აი ევროპელები ესე გვავალებენ, ევროპელები ესე გთხოვენ, ევროპელებს ესე უნდათ, ევროპელებს ესე ხედავენ, არა, ქართველებს რა გვინდა, ქართველები როგორ ხედავთ, ქართველებს როგორ გვაწყობს. აი ამაზე რომ დაიწყებს საუბარს და რომ არ იქნება შემჩნეული ბოდიში და ტრაკის თამაში, ხო? აი ესეთი ძალა რაც მალე გამოჩნდება, რომელიც არ იქნება არც ნაციონალურ მოძრაობასთან რამე კავშირში შემჩნეულ და არც ქართულ ოცნებასთან. აი მაშინ შეიძლება მე პირადად ვიფიქრო ის, რომ აი დროა, რომ აი ამ რაღაც ახალმა სუფთა ჯანსაღმა ძალამ აიღოს პასუხისმგებლობა და ჩაანაცვლოს ქართული ოცნების ხელისუფლება. სანამ მსგავსი ძალა არ გამოჩნდება და აი ეს პრასტიტუტკები იქნებიან ოპოზიციის ავანგარდში, მე პირადად მანამ მივალ და შემოვხაზა 51 და როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემნაირი ამ ქვეყანაში არის უმრავლესობა. ასე რომ მე კი არ ვასულდგმულებ ქართული ოცნების ხელისუფლებას, როგორც საყვედურობით და ჩემნაირებით. არა, ეს თქვენ ასულდგმულებთ და თქვენ უხარნგრძლებთ ქართული ოცნების ხელისუფლებას, ის ადამიანები, რომელი ადამიანებიც აი ამ პრასტიტუტკა ოპოზიციის გვერდით გახართ ქუჩაში. ეს არის და ეს. იმის მაგივრად, რომ ჩვენი საზოგადოება რაღაცა გამოფხიზლებულიყო, აზე მოსულიყო და
გამოგვენახა ჩვენში ადამიანები, სუფთა ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნისთვის ფიქრობენ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ასეთი ჩვენ საზოგადოებაში და რაღაც ახალი სისხლი გაგვეშვა ქართულ პოლიტიკაში, არა, ისევ იმ წარსულ ყლეობას ვებღაუჭებით, რასაც წარმოადგენს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და სწორედ იმიტომ არის, რომ ქართული ოცნება არის დღემდე ხელისუფლებაში და აი ეს ოპოზიცია დღეს რაც საქართველოში გვყავს, ეს რო არ იყოს, ხო ვეღარას დროს ვეღარ იპოვის ესეთ ნაგავს ქართული ოცნება იმ თვალსაზრისით, რომ აი მე თუ არა ეს და აი ეს თამაში გააგრძელოს. ხო და ეს ხო რეალობაა. ეს ხო ფაქტია, რასაც ქართული ოცნება იძახის, რომ მე თუ არ ვიქნები, აი ესენი იქნებიან, ხო? ხო ეგრე იქნება, თუ ქართული ოცნება არ იქნება, დღეს ვინ არის ოპოზიციის ავანგარდში, ხო კარგად ვხედავთ და სწორედ ეგ ადამიანები იქნებიან და ღმერთმა დაგვიფაროს. და აი ამ ოპოზიციას ასულდგმულებთ თქვენ ის ადამიანები, რომლებიც მათ გვერდით დგახართ ქუჩებში. აი ამ პრასტიტუტკების გვერდით რო დგახართ ქუჩაში, თქვენ არის რომ ასულდგმულებთ აი ამ წარსულსაც, რასაც ნაციონალური მოძრაობა ქვია და ქართული ოცნების ხელისუფლებასაც დიახ, სწორედ თქვენ ასულდგმულებთ აი მაგ პროჭების გვერდში დგომით. ეს არის და ეს ვის თქმაც მინდოდა და გონია რომ გასაგებად ავხსენი აი ეს ჩემი პოზიცია მინდა თუ არ მინდა უკეთესი მომავალი ჩემი შვილებისთვის და ჩემი ქვეყნისთვის.